ღარიბაშვილი 16 სექტემბერს მთელი დღით ჰყავდა დაკავებული და დილით მოხდა მისი გათავისუფლება, წერს ირაკლი ნადირაძე. პოლიტიკოსის ინფორმაციით ექს-პრემიერის დაკავება 2 მილიარდამდე ლარის გათეთრების საქმეს უკავშირდება. ნადირაძე წერს, რომ სწორედ ამ მიზეზით არ დაასახელა პროკურატურამ თავდაპირველად დაკავებულის ინიციალები. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარაუდობს, რომ ღარიბაშვილი ოცნებას ივანიშვილზე კომპრომატების გამოქვეყნებით დაემუქრა და ამიტომ გაათავისუფლა. პოლიციიდან ზურაბ ჭოჭუას წასვლას ადასტურებს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსიც, თუმცა აცხადებს, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურისტული მიზნებით არის წასული. ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის დედ ჰასანიშვილის შვილმა ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა, ამბობს დეტექტივი. რობიკო გოგიაშვილის თქმით, ამის შემდეგ შეირჩა გელა უძილაური, რომელსაც პირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ დარჩებოდა. კიდევ ერთი თავდასხმა ეთნიკურ ნიადაგზე მარჯანიშვილზე ბოლნისელ აზერბაიჯანელს კაცი იარაღით ქართულის არცოდნის გამო დაემუქრა და სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვა. ინფორმაცია აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაცი დააკავა.